საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთ-ერთ უდიდეს სამგზავრო კომპანიასთან გააფორმა. მემორანდუმის მიზანი ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება, მიმზიდველი მედია კამპანიის ორგანიზება, გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში, ასევე ინდოეთში საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა. აღნიშნულ გამოფენაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით 45 კერძო კომპანია ყავს ჩამოყვანილი და ერთობლივად მხარს უჭერთ ღონისძიებებს იმისთვის, რომ მთლიანობაში პირველ რიგში ინდოეთში საქართველოს შესახებ ცნობადობა ამაღლდეს და რა თქმა უნდა ამის შედეგად საქართველოში ბევრად მეტი ინდოელი ტურისტი ჩამოვიდეს. კომპანია თომას კუკი ძალიან მოხარულია საქართველოს გაუწიოს პოპულარიზაცია ინდოეთში. ყველას გავაცნოთ საქართველოს ემოციები, ქვეყნის სიმდიდრე, ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ საქართველოში ინდოეთიდან ძალიან ბევრ ტურისტს ჩამოვიყვანთ. დავითვალისწინებთ ქვეყნის ზომას, მზარდ ეკონომიკას, გეოგრაფიულ სიახლოვეს და ინტერესს საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პერსპექტივა ძალიან მაღალი, ამის მანიშნებელია იმ კომპანიების ოდენობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებენ გამოფენაში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ამის ხელმოწერა, ამ მემორანდუმის ხელმოწერა თომას კუკთან, რომელიც არის ყველაზე დიდი ინდოეთში ყველაზე დიდი ტურისტული კომპანია და ბუნებრივია ეს კიდევ შეუწყობს ხელს უფრო მეტი ინდოელი ტურისტის ჩამოყვანას.